Salami, როგორ ახართ ხალხნო, vlogs ვიწყებ Holiday-იდან. ვარ Canon-ის და ვიდეოსკოპის ერთობლივ გამოფენაზე, სადაც ბევრი ახალი ტექნიკა არის. რაღაცებს განახებთ გამოფენიდან, ძალიან კაია რომ საქართველოში ტარდება და განსაკუთრებით ჩვენ ქალაქში თბილისში ტარდება ესეთი რაღაცები და ვისურვებდი რომ უფრო ხშირი ყოფილიყოს ეს ამბები. ბატონი ვალერი. მადლობა ბრძანების. როგორ ბრძანდებით? კარგი გეგმა. მადლობა ბრძანების. ყველაფერი საინტერესოა. აი ეს ის პუშკები. შარშან რაც ნახეთ კაკრას მიუნხენში გამოფენაზე. რა მხელა ოქტაბოქსია. ზარმაზარი. ოციანი და აჰა, ეს ბატონი კახა არის, სალამი კიდევ. აი სიახლეებია ბევრი სიახლე. ეს არის ის ჩვენი C400, რაც შევხვდა მიუნხენში. ნუ აქაც არის 24-105-ის ახალი ობიექტივია, 2.8 დიაფრაგმით. მე მგონი ძალიან კაი სარეპორტაჟო ობიექტივია რა. აჰა, ჩვენ ვლოგშიც გამოჩნდება ჩვენი ძმა. აი. როგორც ყოველთვის კარგად გამოიყურება. Nanlight-ი ძირითადად როგორც შევია ჩვენ ბატონი ვალერის. აი საპოდკასტე როდის სეტიც. ძალიან საინტერესო, ძალიან კაია. რაღაცა ესეც საპოდკასტე სატელევიზიო. მეგონი ნორმა. აფიქსირებს ადამიანს და მერე მიყვება. აი ესე. ესეც სტრიმერი. ჩაოლებულ კომპიუტერს გავს, მაგრამ ეგრე არ არის. აქ სამი კამერა არის ახლა მაგალითად ჩანს. სიმულაცია, მაგრამ მაინც და ჩაოლებად გადართო. ძალიან აქტიურად ცდილობენ Canon-ის წარმომადგენლები რომ გადმომიბირონ Canon-ის მხარეს Sony-დან, მაგრამ ჯერ არ გამოსდით. ყოველთვის კარგი ტექნიკა აქვს, საინტერესო რაღაცებია Canon-ს, მაგრამ ის გეზი Sony-ზე რაზეც გადავედი უკვე 7 წელია, ჯერ არ ვღალატობ და პირიქით ყოველთვის ვუმატებ და ვუმატებ ტექნიკას. რაღაც საინტერესო იქნება. აჰა, ეს მე მგონი დღეს ძალიან ნამეტანი Canon-ის რეკლამა გამოდის, მაგრამ რა უყოთ, წარმომადგენელსაც ველაპარაკებენ და საინტერესო არის რომ ამ 24-105-ის გარდა კიდე ახალი 70-200 გამოვიდა. ესეც RF მაუნტი და მუდმივ 2.8 რაღაცა ჰიბრიდული ობიექტივები არის, თანამედროვე ვიდეოზე გათვლილი უფრო როგორც ხდები და კიდე ორი prime ობიექტივი 24 და 50 მმ-იანი, ეგენიც ჰიბრიდული ისე ვიდეოზე გათვლილი ობიექტივები. ასე რომ ვინმე თუ აპირებთ რაღაცა მაღალ ლეველზე გადასვლა, R5C-ზე მაგალითად ან უბრალოდ C სერიაზე Canon-ის, უეჭოთ ეს ობიექტივები უნდა ნახოთ რა. ერთი როგორც გაჩვენეთ, აი ეს ბატონი არის. ეს არის 24-105-ზე და მეორე 70. 200 აგერ აქ. ახალი. ყველაფერი შეცვალეს, დიზაინი შეცვლილია. და იქეთ სტენდზე კიდე ორი ცალი ახალი ობიექტივი. აი ის ორი ახალი ოპტიკა. აი ეს 50-იანი. ახალი ესეც RF-ი. ერთი არ არის. და მეორე 24. დიზაინზეც მუშაობენ. მე მინდა განახო ერთი პატარა კამერა, ნახე. აი სამოგზაურო კამერა. ძალიან მარტივი კამერაა, ვიღაცამ რაღაცა მოიგო. და ეს არის Canon-ის
Sony-ს ZV რაღაცას კონკურენტი ხო ეგრეა? ნუ შეგვიძლია ეგრე ვთქვათ, კი. ამბავი ისაა, რომ აი ამ პატარა კამერას, რომელსაც არც ობიექტივი ეცვლება, არც არაფერი. ენდე ფილტრი აქვს შიგნით. გადავა მაგარია ძალიან. ამიტომ, როდესაც მიდიხარ სადღაცას სამოგზაუროდ და ვლოგი ჩამოკიდული თქვენზე, ვლოგს ერენდე მარტივად ჩარტე, უკან პატარა ბლარი რაც აქვს და წახვედი. რა სენსორია? პროცესორია პატარა? ერთინჩიანი სენსორი აქვს და კარგი სენსორია. მე მგონი ერთინჩიანი აქვს. შეიძლება Super 25 არის. სანახავია. ახლა არის ის ადამიანი, რომელიც ამდენი ხანია მე ჩავრჩება Canon-ზე გადასვლაზე და ნუ ჯერ არ გაბოზის როგორც გითხარით რა. აი კეთა გათამაშება ბატონი ვალერი რაღაცას ათამაშებს, არ ვიცი, ჯიგარი. მოკლედ, აჰა. ძალიან კაი კონსტრუქცია აქვს, Rodecaster. თავისივე მიკროფონი, სადგამები, არანაირი ზედმეტი კაბელი და რაღაცა და აი პატარა ესეთი პულტი Rodecaster Duo. 4 მიკროფონის შეერთება შეიძლება და კაი ხმის მიღება საპოდკასტად. Good. აი ესეც მეორე ვარიანტი, ესეც Rodecaster Pro არის ოღონდ, უკვე ძალიან მომწონს, კაი ტიპი არის, აქ ბევრად მეტი ჩენელი გვაქვს, ბევრად მეტი მიკროფონის შეერთება შეგვიძლია და თვითონ mic style-იც ჩემი პატარა შტატივი, პატარა და მუშა. ეს კამერას მაფიქსირებს თან. აი ეს ჩანს, კი ჩანს, აი ახლა როგორ მოძრაობს. თან ის იქაც ჩანს. თემა არა. პრემიალური ვიდეო ძალიან და NT USB. მე ესეც მომწონს, ეს ვარიანტიც მომწონს რა. მაგრამ ის უფრო რადიო სტილისტიკაში არის თავისი ეს ხელით. თან ზუმავს ის კამერა რა, ძალიან საინტერესო არის. უკან გასვლაზე შეიძლება ავიდეს და იქნებს განახებს. აი ესეც პოდკასტ კამერა Canon-ისგან. ესეთი ტიპია. აი როჟა ძალიან. ეხლა vlogs ვიღებ Sony FX3 და ვინც კი მოვიდა ჩემთან, ყველა მიკითხა რომ ვაუ, ამით რატო იღებო, ან რატო გაგა. მერქი, შეგვიძლია ძმაო. აქ მაგის საშუალება ჩვენს production-ს ასე რომ რასაც ხედავთ ეკრანზე, ჩვენ დიდ პროექტებს, როგორც არის Flow-ს ნებისმიერი პროდუქტი, მაფიის გამე, რავი, კლიპები, კომერციული რეკლამები და ასე შემდეგ, ყველაფერს ვიღებ მაქსიმალური ხარისხით, პრემიუმ ხარისხის ტექნიკით, ასე რომ აქაც პატარა ფლექსი იყო ჩვენგან და აი ეს არის ძალიან საინტერესო რაღაცა, რაც უნდა გქონდეს softbox, octabox რა, აი ეს handle-ი რა, ელემენტარული რაღაცაა. საკმაოდ მსუბუქი octabox-ი რა, მე და გითხრათ რა. აი ეს კაი რაღაცაა ძალიან. ეს 90-იანი პარაბოლიკი, როგორც გითხარით, Canon-ის რეკლამა გამომდის დღეს ალბათ, იმიტომ ძირითადად Canon-ია, Nanlite და ნუ პლუს ჩვენ მეგობარი ვალერის ვიდეოსკოპის პატარა კომერციალი. დღევანდელ დღისგან რას გამოვიტანდი და რას გირჩევდით რა. ნუ ახალი Canon-ის vlogging კამერას, რაც მომწონდა ძალიან, სახელი ვერ დავიმახსოვრე, მაგრამ კაი ტიპია, ძალიან პატარა ჩაშენებული ND ფილტრებით. 4K 60 FPS-ი, მსუბუქი, კაი ოპტიკა ჩაშენებული თავისი, რაღაცა ძველ G სერიას მაგონებს. ახალი ობიექტივები, ვიდეო ობიექტივები RF mount-ზე 24-ზე, 70-ზე, 200-ზე და ის 2 prime ობიექტივი და Nanlite-ისგან რამოდენიმე ახალი განათება და ახალი parabolic ესეთი rapid softbox-ები. დიდი ზომის 90-იანი ვართ, 60-იანი და უფრო პატარა. და ნუ Rodecaster-ები რა, Rode-ის საპოდკასტე მიკროფონების სეტი და თვითონ პულტიც.
მე მგონი ნორი გამოფენა იყო, იმის რამის შეძენა თუ გინდათ ალბათ მიმართეთ ვიდეოს კოჯის. აქ ბლუს დავამატებ და რავი, იმედია მოგიწონათ ეს ვლოგი წარმატებები. გამოიწერეთ ახლა აუცილებლად, იმედია მოგიწონათ. ეს ჩვენი არხი და იმედია ესეც ერთი ნაბიჯი იქნება მაკლარენ არტურამდე. ჩაო.